სომხეთს 2 მატჩის ჯამში 9-1 მოუგეთ. გონი ვილი სანიოლმა ახალი გუნდის ახალი 11-ეული შეარჩია. ვინ იქნება დაცვის ცენტრში ახალი დუეტი და ბონუს კაცი სანიოლისთვის, რომელსაც მოგვიანებით აგიხსნით. ორი ფეხბურთელი, რომელიც 4-3-3 თამაშს შესაძლებელს ხდის. სამწუხაროდ მატჩის ბოლოს სამარცხვინო ფაქტი ვიხილეთ და შესაძლოა სექტემბერში თურქეთთან მაყურებლების გარეშე დარჩეს დინამო არენა. სრულწლიანი მორიგი ცხელი ვიდეოთი დაგიბრუნდათ და ეხლა მოდი ვნახოთ მცირე ვლოგი, რომელიც დინამო არენაზე ჩავწერე, რა ხდებოდა დინამო არენაზე ქუჩებში და უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს. შემდეგ დავბრუნდეთ ტაქტიკური ანალიზით სტუდიაში. საქართველოს სომხეთი მეორე მატჩის დღე დადგა დინამო არენაზე ვართ 26 მარტის შემდეგ პირველად დაბრუნდა საქართველოს ნაკრები სახლში და მოდი ეხლა სანამ მატჩი დაიწყება ჯერ ბედნიერ ქართულ გოლშემატკივრებს გავესაუბროთ. გოლის ავტორებით ხარ, შენი სახელი თქვი და თუ დასვი, ვიდეოში გამოჩნდება და ნაკრების მაისურს მოიგებ. ჯერ შენი სახელი თქვი. შაკო ყოვერიძე. ალბათ ყვარა გაიტანს. ყვარა გაიტანს, ეგარ. ლუკა ჭინჭარაული, ყვარა გაიტანს გოლ. ყვარა მეორე ხარ, მიკიწინამაც ყვარა თქვა. და მეორე კითხვა მაქვს, 4-3-3 რამდენად მოგეწონა ერევანში? გავკაჩაოთ? ერევანში 4-3-3 მომეწონა, კარგი იყო. უბრალოდ ის ამ ძლიერ ნაკრებთან მგონია რომ 4-3-3 ჯერჯობით მაინც გაგვიჭირდება, მაგრამ ის მომწონს რომ 4-3-3 გადასვლას ცდილობს ვილი. გავბედეთ. გამოვარესპექტე. გონია დღეს ბევრი ისეთი მოთამაშე გამოვამოედანს, რომელსაც შანსი აქამდე არ ეძლეოდა. ან ეძლეოდა, მაგრამ ცოტა დრო ეძლეოდა და დღევანდელი მატჩი იქნება დარწმუნებული ვარ რამდენიმე ფეხბურთელისთვის, აი ეს გარდამტეხი მატჩი, როცა შეძლებენ დამკვიდრებას თავის ჩვენ ნაკრებში. სახელი გვარი მითხარი და გოლის ავტორი დაასახელე და მაისური ნაკრების ციდამონიძე მალხაზი და გოლის ავტორი ხვიჩა აუცილებლად. ხვიჩა. ყველა ხვიჩას ამბობს. მეფესავით პოდკასტიც მოვიდა. ეხლა რა მაინტერესებს პირველ რიგში რა? მეფესავით ერთიანი? მეფესავით ერთიანი, აი წყალი არ გაუვა, აწრიალებენ მარცხენა ფლანგი და ვთქვა და მეორე ტაიმში აუცილებლად გულიაშვილს ველოდები. მე მგონი ზურიკო მიქ ერევანში, იმიტომ ითამაშა სულ რომ დღეს აღარ დღეს გამორიცხულია და ველოდებით გულიაშვილს. გოლს ვინ გაიტანს გამოუშვა. გოლს აუცილებლად ყვარა და მიქაუტაც. რომელი ფეხბურთელები ქმნიან შესაძლებელს, რომ 4-3-3 ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა? ჩემი სუბიექტური აზრით, მექვაბიშვილი და გოგლიჩიძე არის პირველი ორი, ასე ვთქვათ, ახალი მერცხალი რო იყვიან, მიზეთ დგას ახალი ტაქტიკა. იმიტომ რომ 4-3-3 თამაშის დროს ხშირად ხდება დაცვის ამოწევა, ამიტომ გჭირდება სწრაფ ფეხბურთელები, განსაკუთრებით საყრდენ ზონაში და დაცვის ცენტრში, აი ეს ასაკოვანი და ტლანკი ფეხბურთელები უკვე ვეღარ უნდა ყავდეს, აღარ უნდა ყავდეს, არ შეიძლება. ძალიან მარტივია რა, რატომ? გადაგდებული პასებით, სწრაფი შემტევების მქონე ფეხბურთელები, მეტოქეები დაგსჯიან. უმარტივესად. ეს ყოველ შაბათ-კვირას შეგიძლიათ საკლუბო მატჩებში ნახოთ, მსგავსი შეცდომები. ამავე ფეხბურთელმა სანიოლს მისცა საშუალება რომ გადავეწყოთ, სანიოლმაც დაადასტურა პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბერში საქართველოს ნაკრები ითამაშებს 4-3-3-ით. რაც შეეხება ეხლა კრიტიკულ პოზიციებს, მარცხენა მცველად სომხეთთან მეორე მატჩში უკვე წიტაიშვილი ვიხილეთ, მაგრამ ეს უფრო მეტად იყო ტესტირება, ასე ვთქვათ, გამოსცადა. და ჩანს რომ უფრო მეტად მოერგო აზაროვი ამ პოზიციას ჯერჯერობით ასე არის მეტი ზუსტი პასი და მეტი ზუსტი თამაში და ნაკლები დაკარგვა ჰქონდა პროცენტულად რომ ავიღოთ ვიდრე წიტაიშვილს და ყველაფერს თავი დავანებოთ 4-3-3-ში მცველი აზაროვია და წიტაიშვილი არის უფრო ვინგბექი რომელიც 5-3-2-ში თამაშობს ფლანგზე კარგად და შემტევი ტრიოს მგონი ჩამოყალიბებული არის ანუ ბარემ ფოტოსაც აგერ განახეთ აი ესეთი იქნება ჩემი სუბიექტური აზრით და მგონი სანიოლის მინიშნებებს გვიკეთებს ძირითადად შემადგენლობა ლოჩოშვილზე გააკეთა მინიშნება ამ თემასაც გაგიშლით დაცვის ცენტრი ფლანგები ნახევარდაცვის ცენტრი მექობიშვილი კიტეიშვილი ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე მოგოვლიდა მესამე შემტევად 4-3-3-ში ჩაკვემ მოულოდნელად მარჯვენა ფლანგზე ითამაშა კარგად პირადად არც მე არ ველოდი ამას კვარაცხელია და მიქაუტაძე გასაგებია მაგრამ გვახსოვს ძველი ჩაკვეტაძე რომელიც 5-3-2-ში თუ მარჯვნივ უწევდით იკარგებოდა და ფაქტობრივად 10 კაცს რჩებოდით და ჩაკვეს პლუსს ვერ ვიყენებდით მაგრამ ტაქტიკის მთელი მუღამი ეგ არის ახლა მინდა სანიოლის პრესკონფერენციაზე ნათქვამი ფრაზა შემოგთავაზოთ
რომელმაც თითქმის მე ყოველ შემთხვევაში ეჭვი გამიჩინა, ასე ვთქვათ, რომ დაცვის დუეტზე უკვე ვილი ჩამოყალიბებულია. 3-4 წლის წინ გადავწყვიტე 3 მცველით მეთამაშა, რამაც გაამართლა. ახლა გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი თავის კლუბებში ბევრს თამაშობენ და ეს ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება. შესაძლოა ტრავმები იყოს, ან სხვა ნიუანსები. მეტოქესაც გააჩნია. ამიტომ ბევრი სქემის დაალაგებაა საჭირო. ვინაიდან და რადგანაც ხაზი გაუსვა სანიოლმა ლოჩოშვილის კარგ ფიზიკურ ფორმას, სალერნიტანაში ბევრს თამაშობს, კარგად თამაშობს, ნდობა აქვს მწვრთნელისგან და ასაკიდან გამომდინარე, ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, სტილიდან გამომდინარე, აი ამ ხაზ ამოწეულ 4-3-3-ს თავისი მეკობიშვილით და გოგლიჩიძით ლოჩოშვილი უფრო სტილისტურად მეტად ერგება. ვიდრე დაუშვათ 37 წლის კაშია, რომელიც საგრძნულად არის შენელებული თუ რაღაცებს შეიძლება უკეთესად კითხულობს და უკეთესი პასი აქვს ფიზიკურ ორთაბრძოლებში და სისტრაფის მომენტებში აი სპრინტში ძალიან იჩაგრება გურამით. აი მაგალითად თურქეთთან მე ვერ წარმომიდგენია რომ კაშია გოგლიჩიძის დუეტი გვედგეს დაცვაში და თურქები ამოუკეტოთ. ანუ თითქმის დაუჯერებელია ჩემთვის ეგ ამბავი. ამიტომ მგონია რომ რაც ახლა თქვა აი ამ მცირე მონაკვეთში სანიოლმა უკვე ამ დაცვის დუეტზე შეჯერებულია და თქვენი კომენტარებით საინტერესოა დაწერეთ ქვემოთ რას ფიქრობთ და რამდენად მოგწონთ ასეთი დაცვის უკანა ხაზი. აზაროვი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, კაკაბაძე. პირველი ვიდეო რასაც განახებთ ეხლა და კადრიც მინდა რომ ეს სტოპ კადრი დახაზული შემოგთავაზოთ. რა შეიცვალა ერევანში იყო პირველი მატჩი და თბილისში, ანუ რა ნახეთ. თავარი განმასხვავებელი და განსხვავების შემქმნელი კაცი იყო მექვაბა. მექვაბიშვილი დადგა კვეკვესკირის პოზიციაზე, გაცილებით სწრაფია, სხარტია, ბურთის ამოტანაც ეხერხება და ამის შემდეგ ოდნავ წინ წაიწია ქოჩორაშვილმა, მაგრამ მაინც მეორე საყრდენის როლში იყო და კიტაიშვილმა საერთოდ წინ წაიწია. ანუ ის კიტე, რომელიც ევროპაზე ვნახეთ, როდრი რო გააჩერა ტრავმამდე, რო გააქრო მოედნიდან და ყველა თამაშში რომ მაგარი არის ართმევაზე, ასე ახლა აქ აღარ იყო, ანუ არ იყო ამ საჭიროება რა. დადგა წინ, ნახეთ, სადგას კიტაიშვილი და სადგანან ქოჩორა და მექვაბა. ტრიბუნებიდან რო უყურებთ შეხვედრას, ძალიან ხშირად აი ორივე გოლზე შემეშალა და მიქაუტაძე მეთქი წამოხტი ესე გოლზე რა. თურმე კიტაიშვილი ყოფილა. ანუ იმდენად გავაგვანან ერთმანეთს შორიდან და იმდენად წინ თამაშობდა, რომ მოკლედ ეს დავიმახსოვროთ, რომ ამიერიდან მაღალ პრესინგზე უფრო მეტად იქნება კიტაიშვილი და მეტოქის საჯარიმოსთან იმოძრავებს, ვიდრე აი ეს უკან. უკან. ეხლა ვინ იქნება და როგორ ახალ იდუმალ კაცს, ბონუს კაცს სანიოლის ძალიან სვლა და დეტალურად გაგიშლით დღეს. ჩვენი ბონუს კაცი განსაკუთრებით სანიოლის არის ანზორ მექვაბიშვილი და დავიწყოთ ეხლა ვიდეოების შემოყრა. საოცარი თამაში ჩაატარა, გავიგეთ რომ სომხეთის ნაკრები არის სუსტი, ასე შემდეგ, მონღოლეთიც სუსტი იყო, ტაივანი თუ ტაილანდი თუ რა ჯანდაბას მოუგეთ იმ საწყლებს მაშინ კიდე, ანუ ვეთამაშეთ ასეთ დონის ნაკრებს, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც, ხო? ყველა მიცით ეგ ამბავი და ამ შემთხვევაში ლამაზად მოვიგეთ და რაღაცა ხელწერა გვეტყობოდა რომ ვა, ჩვენია ეს, ესე გაკვირვებულები ვიყავით რა. თორე იქ რომ მოვიგეთ მონღოლეთთან რომ შეუტიე და პროსტა გოლები გავიდა, ეგ სხვა ამბავი არის და რასაც მექვაბიშვილი აკეთებდა ეს ეგრეთ წოდებული კლინშიტები, დაზღვევა, კონტრპრესინგი, კონტრშეტევის წამომწყები ვარდნები, აი თუნდაც ის გენიალური პასი, რომელიც გააკეთა კვარაცხელიაზე. აი ხო ხისტი ჩამშლელი არის და როგორ ვარდნებს აკეთებს და რა არის მისი მოვალეობა, ხო, ყველა მიცით. ჩვეულებრივი კლასიკური 4 ნომერი არის კანტესკენ უფრო მეტის რა, ვიდრე რაღაცა ბუსკეტსის და რედონდოს სტილის არ არის. და ასეთ პასს რო ეს ანუ ამას ვერ ისწავლის აკადემიაში ვერ გასწავლია რომ აქ ესე მისცე რა. ცოტა თუ არა გაქვს შინაგანად რაღაც IQ რაღაც სიმაღლეზე ესეთ საგოლე პასს ვერ გაუკეთებ აი კვარას რომ ისცა რა. ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენ ნაკრებში ყველაზე ხისტმა ჩამშლელმა რომელიც თავიდან რომ შევხედეთ გვეგონა რომ აი მასკერანოა და რაღაცა თურმე აი ესეთი მაგარი ხედვაც ქონია მოედნის და ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ჩვენს ნახევარდაცვას, რომელიც კრეატიული ბიჭებით არის სავსე, კიდევ უფრო მეტად კრეატიულს და გამოსადეგს ხდის. და უშუალოდ თლიანად გუნდის პრესინგსაც შეეხება, ხა ამას მინდა გადავიდეთ, მორიგი ვიდეოები შემოვიდა. მე რა мотиваცია ქონდათ ესეთი, ალბათ ძალიან გაბრაზდნენ ჩვენი ბიჭები, რომ ბოლო თამაშები იქ ჩეხეთთან წავაგეთ, იქ უკრაინასთან ორივე მოსაგები ვერ მოვიგეთ, ერთი ქულა ავიღეთ და ძალიან ცუდი ფონით გავედით რა, შესვენებაზე, რომელიც ნოემბრიდან მარტამდეა და აი ცუდი ფონი იყო და ესეთი დიდი ხანი არ ქონია საბედნიეროდ და ყველა როგორც ჩანს იყო ცოტა ისე რა დაღვრემილი, მშიერი, აი გაგებით და არ ვიცი, 1-0-ის შემდეგ, 2-0-ის შემდეგ, ანუ
როგორ დარბიან გიგებივით, ანუ უბრალოდ შემეცოდნენ სომხები რაღაც მომენტში რა, სადამდე ჩაყვნენ თუნდაც ის მომენტი. გოგლიჩიძე და წიტაიშვილი მისდევდნენ ბარსեղიანს, ანუ ამის იყო ტრიბუნებზე ხომაგებთან ააგდეს იქ. და ეს შიმშილი, ანუ კაი ტრიბუნებზე უბრალოდ ვინც იყავით, იგრძნობოდა რა. პირველ ტაიმი იყო ზღაპარი უბრალოდ. რასაც ხედავთ, ჯერ ხო ტაბლოს უყურებთ, ხშირად მართალი იყო თუ არა ეს ანგარიში და მერე მინდორზე განვითარებული მოვლენების დაუჯერებელი იყო და ესე რო არ გაჩერდნენ ბიჭები, ეს იყო რა თქმა უნდა პირველ რიგში თრთმელი დავალება, ანუ მოითავეს საქმე პირველ ტაიმში დაამთავრეს ყველაფერი, მეტოქე გატეხეს ფსიქოლოგიურად და შემდეგ უკვე ცვლილებების საშუალება და დასვენების საშუალება მოგვეცა, რომ აი ბიჭებს ტრამვებიც არ მიიღოთ კლუბებში დაბრუნების წინ. ახლა მინდა რომ ყურადღებით მომისმინოთ და დააკვირდეთ ყველაფერს, რასაც ვიზუალურად შემოგთავაზეთ მე-13 წუთზე მიქაუტაძის გოლი. რა მოხდა? ერთი შეხედვით ტრიბუნებზე კიდევ ერთხელ მინდა რომ არაფერი არ ჩანს ტაქტიკურად, ემოციები ყველაფერს ჭამს და ჯერ მინდა რომ ფოტოს დააკვირდეთ 6 კაციანი პრესინგი, როგორ მუშაობს. მარცხენა სფეროს სივრცეს სტადიონისას ინაწილებდა მიქაუტაძე და კვარაცხელია, ამ ფლანგს აქეთა განაპირა მცველებს და ამ ორ ფეხბურთელს სომხების აკონტროლებდა ეს ორი კაცი ჩვენგან. მარჯვენა სივრცეს პრესავდა, ასე ვთქვათ, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი. განაპირა მცველს ძალიან მარცხნივ ფლანგზე იქედან უკვე კაკაბაძე ავიწროებდა და ანზორ მექობიშვილი იდგა ცენტრში, აი ამ ორი ადამიანის შუაში, ყოფ დიდ სივრცეს, არსებულ დიდ სივრცეს აკონტროლებდა რაიცი და მეკარეს გრძელი პასით ამოსვლა ეცადა რა. ეს იყო დაგეგმილი ვარჯიშზე დამუშავებული პრესინგი, რომელმაც იმუშავა. ახლა მინდა გადავიდე უკვე ვიდეოზე ამ ფოტოსი, რა მოხდა რა, მეკარე მარჩევანი გააკეთა მარცხენა ფლანგზე, კეთდება პასი, გავაჩეროთ კადრი, ეგრევე აქ კაკაბაძე ამოვიდა, მე-7 კაცი გამოჩნდა პრესინგის დროს, უკვე ეს მე-7 კაცი არის ქოჩორაშვილი და როგორც კი ბურთი მიიღო მარცხენა მცველმა, იმ წამსვე სამმაგ მარწუხებში მოაქციეს, ანუ რა. ხედავთ აქ ყველაფერს ვიზუალურად, სიო აქ დარხეული აქვს, მკვდარია ეს ფეხბურთელი, კეთდება პასი, ანუ მარტივად ჭრიან, აქ უკვე ძალიან მარტივად აართვეს და მექვაბიშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალ სივრცეში ყოველთვის პოულობს თავის ადგილს, ყოველთვის ასწრებს მეტოქეს და იცის წინასწარ სად უნდა ანუ ბურთი, ბრმა ბურთი სად გადმოვარდება, ამას წინასწარ ხვდება რა. და ამას დღეს ბევრჯერ ნახავთ ვიდეოებში და აქაც ანუ მიუვიდა მექვაბიშვილს. ეს ბურთი და всё აქ შემდეგ უკვე ბურთი ჩვენია, წამოვიწყეთ შეტევა, გადის გოლი და ამჯერად მინდა მიქაუტაძეზე გაგიმახვილოთ ყურადღება, ანუ ეს არის თანდაყოლილი ნიჭი 9 ნომრის, ანუ რასაც ეძახიან რა, აი წინასწარ იყნოსაო რა. თუ არ გაქვს ესეთი ფინიშინგი რა, ანუ ვერავინ ვერ გასწავლის შენ აკადემიაში, შეიძლება მოჭრილი დარტყმა გასწავლოთ, მაგრამ ეს უნდა გქონდეს რა, აქ ჯერ დააკვირდით როგორ გაიტყუა იქეთ ეს სამი კაცი. მიპრესა რა უფრო კარისკენ. და შემდეგ რომ დაინახა რომ პასი კეთდებოდა და ქოჩორაშვილი ბურთს მიიღებდა, ეგრევე ტუკ-ტუკ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადმოდგა და აი აქ შემოუგორეს ბურთი და გადეს გოლი. ანუ ეს ყველაფერი არის ექსტრა კლასის 9 ნომრის გარდა ამას სხვა ვერავინ იზამდა. ახლა შეგახსენებთ რომ ტრადიციულად ორი წამის საქმეს მივხედავთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი აუცილებლად და დაწერეთ ბევრი კომენტარი. ბოლომდე უყურეთ დღევანდელ ვიდეოს, რა თქმა უნდა, გათამაშება გელოდებათ და არ გამოტოვოთ ეგ ამბავი. ახლა გადავიდეთ ჩაკვეტაძის გოლზე, რომელიც იყო შედევრი, ეს იყო გუნდური პრესინგის ნათელი დასტური ნიმუში. აქაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მექობიშვილმა, ეს ჩაჭრა, რომელიც მან განახორციელა, ჯერ ხო მარცხენა ფეხით ჩაჭრა, შემდეგ წაიქცა. და წაქცევის მომენტში მარჯვენათი მოახერხა პასის გაკეთება, მივიდა ბურთი კვარამდე, კვარა მოტრიალდა, ფუნჯი ამოიღო და ხატვა განაგრძო, როგორც შევიდა. არ ვიცი, ამის ყურება პირდაპირ ეთერში ერთი სიამონებაა ტრიბუნებიდან და იქ უკვე პასი და ჩაკვეტაძემ რაც შეასრულა, ეს არ ვიცი რა, ის ბიჭი ისე პროგრესირებს, რომ მაშინებს, რომ საერთოდ არ გადაგორიოს, ანუ კვარაცხელიას დონის ნიჭი რო აქვს და შესაძლებლობა რაც იყო 2018-20 წლებში გვახსოვს და ეგ თავისი ძველი ის თუ დაიბრუნა და პრემიერ ლიგაში დარწმუნებული ვარ რომ გადავა საფხულში, რა გითხრათ რა, საოცარი სეზონი გველოდება 2025-26 წლების საკლუბო რა, არ ნახული, ალბათ გავგიჟდებით რა. მე შეიძლება ყველანი შევიჭრათ სტადიონზე. რომ მაგას ბოლოში დავბრუნდები. ჩაკვეზე მინდა ეხა ბმა ავტომატური შემოგთავაზოთ, ანუ 4-3-3-ში რატომ ითამაშა ჩაკვემ კარგად და რატომ ვერ თამაშობდა 5-3-2-ში, ხო? აქ იმ შემთხვევაში ფლანგზე ძირითადად რჩებოდა მარტო. კაკაბაძე ვინგბექად აწეული, რომ კაკაბაძე კარგია დაცვაში და 5-3-2-ში არ არის სასურველი ვინგბექი. მოითხოვს აქეთა ფლანგიც, რომ აზაროვის ან წიტაიშვილისნაირი ვიღაც იყოს იქეთ, მაგრამ არ გვყავს.
დაუბედუროთ და ჩემოდა მეწილად მარტო ნახევარმცველებიც ასე ინტენსიურად ცენტრიდან ვერ ეხმარებოდნენ და 4-3-3 შემთხვევაში კიტეიშვილი გადადიოდა იქეთ ხშირად. კაკაბაც იქვე იყო, პლუს ქოჩორაშვილი სულ იქ იყო. მიქაუტაძეც შიგადაში გადადიოდა და ანუ სივრცე იყო შევსებული, მოკლესვლიანი კომბინაციები გადიოდა და ჩაკვეთს გზობდა თავს კომფორტულად. და გამოჩნდა რომ ეს თავისი პრესინგი, ტანის ჩადგმა და ყველაფერი ანუ გამოსადეგი გახდა მარჯვენა ფლანგზეც და ტაქტიკის ცვლაში მთელი кайფი ეგ არის რა რომ აი 5-3-2 ტიპი ვერ თამაშობს ოპ და უცებ 4-3-3-ში ვა თურმე მაგარი ყოფილა შეკაიკაცვა იქ ქეცბა როგორც იტყოდა რა მეტი რა კიდე თქვენ кай ხალხო თურმე ძალიან მაგარი ყოფილი ვარ და და აქ ეს სპრინტია ჩაჭრა და რაც გააკეთა ნუ მარჯვნიდან გააკეთა ეს და როგორც ითამაშა საოცარი გოლი გაქონდა და მაგრად გამიწყდა ეს არ გავიტანო ძალიან მაგრა დაარტყა და ეს ისეთი გოლი გადიოდა მოკლედ რომ წლების შემდეგაც ხშირად გადავახვდი და დიდი სიამოვნებით ნახავთ მაგრამ ძელმა შეგვიშალა სამწუხაროდ ხელი მორიგი პრესინგი და მორიგი შეჭმული მეტოქე აქ კიტეიშვილის მეორე გოლი არის და როგორ იციან წინასწარ ეს ნატურალიზებული ჩამშრელი ყავთ ცენტრში სამხებს ანუ ეს რო აზზე არ არის ბურთის მოდებაში არ არის უბრალოდ უკან პასი კეთდება პროგნოზირებადი არის რომ შემდეგ განაპირა მცველი ცენტრში შემოიტანს თამაშს და ნახეთ რა ეს ფოცხვერები როგორ წაესიუდნენ ამ საცოდავს როგორ ეგრევე ანუ წამის მეასეთში სამი კაცი ჰოპ და მოდი ანუ ესე წაუკითხო ძალიან სუსტები არიან კი ესმის რა მაგრამ ესე მარტივადაც გაშიფრვა და ანუ არ ვიცი კარგად იმუშავა ჩვენო საფრთხო შტაბმა რა აქ ართმევა გოლი ნუ მე კვარაცხელიამ რაც ქნა და ეს უკვე კლასის თემა არის რომელიც ძალიან ჭარბად აქვს კვარასაც და კიდესაც და თავარი кайფი აქ შეთვის ეგ მომენტი იყო რა როგორ წაუკითხეს წინასწარ ჯერ კაც პასი გაკეთებული არ ქონდა და უკვე ის კაცი მიპრესილი იყო ვისთანაც ბურთი მივიდოდა მივადექით ქართველ მალდინის რომელიც რავი იმედია მილანი მაინც იყიდის იმიტომ რომ ზამთარში ძალიან ცუდ ტრანსფერი ჩაიშალა რომაში და ყველა გრანდია ზოგადად დაინტერესებული სერიაადან ინტერი რომა მილანი იუვენტუსი ატალანტა რავი ყველა და საკმაოდ იაფად 10 მილიონადაც მეგონი ბევრია არ ღირს მაგდენი ტრანსფერი მაგაზე მაგრამ 10 მილიონი მაგაც არაფერი არ არის რომ გადაიხადონ გოგლიჩიძის და ცველში ანუ რა ახალგაზრდა რა მონაცემები აქვს 193 არის სიმაღლე და ეგეთი მონაცემების აღნაგობის ფეხბურთელი რომ ასე სწრაფად დარბის ეგ არის სანთლით საძებარი რავი დღეს ახალგაზრდებში ეგეთი ერთი არაუხო მახსენდება მაგრამ პოზიციურად მე მგონი რომ პერსპექტივაში გოგლიჩიძე აჯობებს დიდი იმედი მაქვს და არ ვიცი ანუ ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე მოდი ბარემ ვიდეოებიც შემოვიდეს ესეთი სტილის მცველები თანამედროვე ფეხბურთში განსაკუთრებით ბოლო 10 წელია არიან ძალიან მოთხოვნადები ფეხბურთის მოწამლულები ვინც ხარ და ძალიან ხშირად უყურებთ ჩემსავით დამეთანხმებით ეგ რომ ეგ ესეა და ძალიან მაგარი მომავალი აქვს გოგლიჩიძეს და ბარსეღიანის გაუშვრო სისხლი ამ თამაში ერთ-ერთი მწვავე ფეხბურთელი ეკავდა ცონხებს რა და პერსონალურად მეურვეობდა მარცხენა ცენტრალურ მცველად არ თამაშობს გოგლიჩიძე და ძალიან მარტივად შეიძლება რომ კაშოს ითამაშა იქეთ უფრო მეტი გამოცდილება აქვს და აქეთ გოგლიჩავს მაგრამ წიტაიშვილი რადგან იდგა მარცხენა მცველად უმჯობესი იქნებოდა რომ გოგლიჩიძეს დაეზღვია რა იმიტომ რომ ძალიან მწვავე კაცი იდგა იქიდან ფლანგზე ანუ რაც უქნა ჩანს აგერ კადრებში ანუ როგორ ეთამაშებოდა და ამოწეული ხაზის დროს როგორ დამაჯერებლად თამაშობს და რამდენად საჭირო არის 4-3-3-ში რომ შენი ხაზი ცენტრამდეა ამოწეული ეგეთი სწრაფი და ხისტი ტიპი რო გედგას რა ეგეთი ფეხბურთელი სამწუხაროდ ბოლო წლებში არ უყავდა ეხა ყავს რაც შესაძლებელს ხდის რომ ამ სქემით ვითამაშოთ ნუ პლუს მეკობიშვილზე უკვე წეღან გესაუბრეთ და ვიდეოების ნაწილი დღეისათვის ამოწურული არის ეხა თქვენთვის მაგ ერთი კითხვა რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ აი მაგალითად თურქეთთან რომ აი ამ 11 ეულით კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ რაშიც აი ამ 11 ეულით რომ ვითამაშოთ სექტემბერში და სანიოლმაც უკვე საკმაოდ სერიოზული მინიშნებები გააკეთა საამისოდ რა და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი არის წინა ვიდეოშიც ვახსენე ივნისში როგორ ამხანაგურ თამაშებს დავნიშნავთ რავი სომხეთს და მონღოლეთს კიდე არ უნდა ვითამაშოთ მე მგონი იმიტომ რომ ძალიან რთულია ესეთი სუსტ გუნდებთან რომ ტაქტიკას სვლი კარგად თამაშობ ვა გავტესტე კაი ყოფილა შეუძლებია და მე უცებ კიდე ეგეთი მეტოქეებია და მოდის სოფლიო საკვალიფიკაციო და ბახ ჩამოდის შალხანოღლუ გიულერი და აქტურკოღლუ და ვიღაცები და დაწოლა და შენ პრესინგი შენზე უცებ იზრდება ძალიან ანუ 10 ჯერ ამისთვის შეიძლება მოუმზადებელი იყოს გუნდი და აი ისე არ წავიდეხოთ მეშინია მაგის რა იმიტომ რომ პირველი თამაში არის და თურქეთს აქ თუ არ მოუგეს ანუ დამთავრებულია ლაპარაკი სტამბოლში ანუ მე არ ვიცი როგორ უნდა მოუგო თურქეთს თუ აქ ვერ მოუგე იქ ურთულესი ამბავი იქნება ეგ რა
ახლა სამწუხარო ფაქტს უნდა მივადგე, ვერაუვლით ამას გვერდს, ანუ ესეთი ისტორიული დღე და სასიამოვნო გამარჯვება ჩაგვშხამდა, მე რა არ მესმის რა. 9-1 მოუგე გუნდს 2 მატჩის ჯამში. და შედიხარ სტადიონში ერთი ბავშვი რო შევარდა რაღაცა გავიგე თბილი კადრები TikTok-ზე. კაი, ყველგან ხდება, Enfield-ზე ხდება და Santiago Bernabeu-ზე არ არის პრობლემა. მაგრამ 200 და 300 კაცი რო შედის, თან ბავშვები, ანუ პირველ რიგში ამით ვნებთ საკუთარ ქვეყანას, ანუ საკუთარ ნაკრებს და ფეხბურთელებმა რა შრომაც ჩადეს და გაგვახარეს, წყალში უკრეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია, რომ 4 სექტემბერს თურქეთთან ვიყოთ მაყურებლის გარეშე. ანუ გაფრთხილება ქონდა მიცემული პირობითზე იყო, ასე ვთქვათ, დინამო არენა 2 წლიანზე. და ეხლა ამ ფაქტის შემდეგ რა გადაგვარჩენს, მე არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი არის სანთელის დავანთოთ იქნებ გუშველოს რამემ. რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ფედერაციის წარმომადგენლებს, როგორ ვიც აკონტროლებს იგი სტადიონის დაცვა და ასე შემდეგ, ანუ ამდენი ადამიანი წარმოუდგენელია, რომ გაგეპაროს სტადიონზე რა. 1 და 2 შეიძლება შევარდეს, მაგრამ როცა სავსეა ტრიბუნები და უკვე ძალიან მაღალია ტემპერატურა და პრეცედენტები გქონია რა, თითქმის ყველა მატჩზე ვიღაც შერბის და 200 კაცი როგორ უნდა შეგეპაროს სტადიონზე, ანუ ეგ პირველ რიგში პრობლემას ქმნის, უნდა თქვა აუცილებლად უბილეთო მაყურებლების შესვლა. 47500 კაცი რაღაც დაახლოებით გამოცხადა ტაბლოზე, რომ ესწრებოდა შეხვედრას, მაგრამ ეგ რიცხვი 50000-ზე მეტი ეს იყო მინიმუმ. ძალიან ბევრი განახება. ყველა კიბე სავსე იყო, ანუ ვისაც კიბისკენ ჰქონდა ადგილი, იმან პირველ დაიმს ვერ უყურა. თავზე ეჯდა ხალხი, ანუ გადატენილი იყო სტადიონი. ისევე როგორც საბერძნეთთან ფინალზე 54000 კი არა, 70000 ადამიანი იყო. უბრალოდ ეგ არ ჩაიწერა მე რომ არ დავეჯარიმებინეთ UEFA-ს. ახლაც ასე იყო და არ ვიცი ეს ტურნიკეტები რა საჭიროა მაშინ თუ მაინც 10000 კაცი უბილეთოთ შემოდის, ისევ ძველი დრო დავაბრუნოთ და გადავხიოთ ბილეთები გადასახები რო იყო და იმით შევდიოდით, ანუ რა აზრი აქვს თუ კონტროლი არ არის ამ ყველაფრის. არ არის ელემენტარული ნორმები დასული, გჭირდება დაცვა და იქირავა უნდა შესაბამისად უნდა გადაუხადო, დაავალო, გაწვრთნა, უნდა ამას ხელმძღვანელობა და როგორც ხდება ევროპაში თორე ბავშვები რო შერპიან გეუნებით, მადრიდშიც ვერ აღმოფხვრეს ეს პრობლემა, ისევე როგორც გადამყიდველების, ეგ ანუ ჩვენი პრობლემა მარტო არ არის. მაგრამ 300 კაცი ძალიან დაბალი დონის ნაკრებს რომ მოუგებ, არ უნდა შედიოდეს მინდორზე ხა რა და მე მით მიკროფონში არ უნდა უცხადებდე რომ გთხოვ დატოვეთო მოედანიო. ძალიან სამარცხვინო ფაქტი იყო და რა თქმა უნდა ადამიანებს პირველ რიგში ვინც შევიდა პასუხისმგებლობა მათ ენიჭებათ, ანუ ეგრე არ უნდა აზარალო შენი ქვეყანა და ნაკრები და პასუხისმგებელი პირები ვინც იყვნენ დაცვაზე, მაგათ ცალკე თავიანთი პრობლემები აქვთ კიდე და თურქეთთან უმაყურებლად ჯოჯოხეთი არ ვიცი, იმედია რომ UEFA გაითვალისწინებს ფეხბურთის სიყვარულს რაღაცა. მოკლედ რა, აი ურთიერთობაში ვართ ჩვენ UEFA-სთან. ყველანაირად და დიდი იმედი მაქვს რომ სასწაული 90-1000-ზე არის უარყოფითი მოლოდინების ხრივ რა პროცენტულად რო გითხრათ რა და ჯობია თავი შევამზადოთ სუდისთვის. ხო, ეხა გადავალ უკვე გათამაშების ამბავზე. რა თქმა უნდა ძალაში არის, ძალიან მაგრად მუშაობს ეს ყველაფერი, თქვენი მხარდაჭერა, ლაიქები, კომენტარები, თანადგომა, მთელი ჩემი გუნდის სახელით გეუბნებით მადლობას რა. ესე გავაგრძელოთ. 20 მაისური დღესაც გათამაშდება, წინა ვიდეოზეც გათამაშდა, შემდეგშიც იქნება, ესე გავაგრძელოთ. როგორც კი 2000 ლაიქზე ავალ, დღევანდელი ვიდეო ეგრევე ჩართება გათამაშება, დაწერეთ კომენტარები, ნებისმიერი, რას ვფიქრობთ და ასე შემდეგ. დღევანდელ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე 2000 ლაიქის შემდეგ მე შევარჩევ 20 თქვენგანს მოგივათ მესიჯი და მარტივად ინსტრუქციას მიიღებთ. ნებისმიერი ბაისური აქვს, საქართველოს ნაკრების ეტროები სულ ერთია. მოკლედ ეს იყო დღეისათვის სულ და ბოლოსკენ ბონუსად პატარა სათხოვარი მაქვს თქვენთან, ახალ პროექტს ვიწყებთ, Crystal Sport-ი, ჩემი ჩართულობით თანაწამყვანი იქნება, ძალიან მაგარი ჩემთან ერთად, ამას მოგვიანებით შემოგთავაზებთ სიურპრიზად და ქართულ ფეხბურთს და განსაკუთრებით ახალგაზრდა ტალანტების, პატარა კვარაცხელიების და მამარდაშვილების პოპულარიზებას დაეთმობას ჩვენი გადაცემა, ძალიან საინტერესო იქნება და ახალი სტილის იქნება და როდესაც ამის ანონსს გავაკეთებ, კიდე შეგახსენებ და ბევრ სიახლეს გაიგებთ, თქვენი თანადგომა მჭირდება, მეტი არაფერი, როგორც ეხა მიჭერთ ხარს, ისევე მინდა რომ დაუჭიროთ ჩვენს ახალ პროექტს მხარი. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენი იმედი მაქვს სამომავლო და ცრუცხრიანი რა თქმა უნდა დაბრუნდება ასევე მალე, ასევე თქვენთვის საინტერესო თემებით. მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით.